იქნება ჩვენ თუ დავჭერ კიდევ დრო შესვენებამდე შეიძლება დამატებით ერთი ან ორი მოცემულობა კიდევ მე უკვე დავულოცეთ მოგესალმებით. სულ ერთი წუთი მინდა პატარა განცხადება გავაკეთო განვლილი კონფერენციები ახალგაზრდა მეცნიერების მონაწილეობით ფუტკრებს რო ვეძახით ჩვენ მოგახსენებთ რომ მეუფე იოანეს ვსაკურთხევით ქალბატონმა მარიამ ცაცანაშვილმა და ჩვენ მოდერატორები და მე გავხდით მოდერატორები და ერთი ჩავატარეთ 26 მარტს ახალგაზრდა მეცნიერების მონაწილეობით ეს იყო თბილისში მეორე 9 მაისს ჩავატარეთ ეს უკვე ქუთაისში აქ ჩავატარეთ და გეგმავთ მესამე კონფერენციას ასევე ესე იგი ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში სავარაუდოდ კახეთში და მე მეუფეს დეტალებს მოვახსენებ და როგორც გვაკურთხებს ესე რითი იყო საინტერესო რომ საკმაოდ თვითონ ახალგაზრდა მეცნიერების მონაწილეობა იყო ძალიან აქტიური. ორჯერ მეტი იქნებოდა, უბრალოდ გაიცხრილა იქ თემების მიხედვით და ორივე კონფერენციაზე ჯამურად, ისე ვისაც ამომიგე. დაახლოებით 15 ახალგაზრდა მეცნიერი გამოვიდა ისე რომ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით ჩატარებულმა ამ კონფერენციებმა დიდი ესე იგი გამოხმაურება პოვა. რაც შეეხება ჩემს თემას, მოგახსენებთ, რომ კურთხევა მართლმადიდებლური ღვთისმსახურების უმნიშვნელოვანესი გველმოქმედებაა, რომელსაც ადამიანთა ხსნის საღვთო აღმშენებლობაში განსაკუთრებული ადგილი განეკუთვნება. სწორედ ამიტომ მისი არსის სიღრმისეული წვდომისთვის მუდამ უნდა გვახსოვდეს კაცთა მუდმის გამოსყიდვის აზრისი, მისი სულიერი ვექტორი, რომელიც 60-დან ცათა სასუფევლისკენ მიემართება. ისი სააზროვნოველია, სადაც დროში მარადისობა განცხადება, სადაც წარუხოცავ თვითფრადა აღბეჭდილი უფლის მასხონებელი სიტყვები. ეძიებდი პირველად სასუფეველსა ღმრთისა და სიმართლის ამისა, ესე ყოველი შეგეძინო თქვენ. ადამიანთათვის უფლის კურთხევის ყოვლის მომცველობის ნათელი მაგალითი მეორე ჯულის 28 თავის პირველ 14 მუხლებშია დაფიქსირებული. რამოდენიმე მათგანს წავიკითხავ და მოვიდნენ შენზე და ყოველნი ესე კურთხევანი და პოონ შენ ისმინო თუ შენ ხმისა უფლისა ღვთისა შენისა. კურთხეულ იყო შენ ქალაქსაშინა შენსა და ველთა შენთა. კურთხეულ იყვნენ ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქვეყანისა შენისა. კურთხეულ იყვნენ საუნჯენი შენი და მონაგები შენი. კურთხეულ იყო შესვლასა შენსა და კურთხეულ იყო გამოსვლასა შენსა და მრავალი მუხლი. წმინდა იოანე ოქროპირი კურთხევის მნიშვნელობის განმარტებისას ყურადღებას ამახვილებს რა რომელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეს ერთ მუხლზე ხოლო ესე უწყი რამე თუ მორაი ვიდოდი თქვენ და სავსებითა კურთხევისა სახარებისა ქრისტესთან მოვიდე ეს რომელთა მიმართ ეპისტოლეს ბრძანებს რას ნიშნავს სიტყვები სავსებითა კურთხევისა სახარებისა ქრისტესთან მოვიდე და წმინდა მამა განმარტავს იმას რომ მოციქულს სურს წყალობის მნიშვნელობით წარმოაჩინოს კურთხევის მადლმოსილება წმინდა მამა კურთხევის მნიშვნელობის ესე იგი სიღრმისეული წვდომისათვის ბიბლიის შემდეგ სიტყვებზე ამახვილებს ყურადღებას კურთხეულას ღმერთი და მამაი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი რომელმან მაკურთხნა ჩვენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათაშინა ქრისტეს მიერ ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან ზემორი მუხლის განმარტებისას ოქრომე სიტყვე მოგმართავს კიდე რაღაც ხარ დაკლებული გახთი უკვდავი თავისუფალი ძე ღვთის უმციკლო ძმა თანამემკვიდრე იმეფებ ერთად და გამდიდები ერთად ყოველივე მოგემადლა შენ სიდიადე შენი იქება ანგელოსთა ქერუბიმთა და სერაბიმთა მიერ კიდე რაღა მოვისაკლისოთ როცა გვესმა მაკურთხნა ჩვენ ყოვლითა კურთხევითა აქ საუბარი არა მატერიალურ ნივთიერზე არამედ რომ განგვარიდოს ყოველგვარ ამ ქვეყნიურს ჩვენ ბზერას სულიერისკენ მიმართავს და მასხოვარი ბრძანებს ამას გეტყოდე თქვენ რათა ჩემთანა მშვიდობაი გაქონდეს იოანეს სახარებიდან შემდეგ წმინდა მამა განაგრძობს რას ნიშნავს კურთხევითა სულიერითა ცათაშინა
ნიშნავს იმას, რომ არათუ მიწირ სიკეთეთა დაუნჯებას აუთქვამს მათ უფალი, როგორც იუდეველებს აუთქვამდა, რომ დაიმკვიდრებდნენ მიწას ახსავსეს თაფლითა და რძით და რომ აკურთხებს ღმერთი მათ მიწას, არამედ ზეციურს. ხედავ კი ყველგან ზეციურზეა მინიშნება და არსად მიწიერზე, არც იმაზე, რაც მიწაზეა, რის დასტურადაც წმინდა მამას აერთი მუხლი მოყავს წმინდა წერილიდან. ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე, ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცათა შინაარს, ვინაისა მაცხოვარსა მოველი, უფალსა იესო ქრისტეს, ასევე კოლოსელთა მიმართ ამონარიდი, ზეცისასა ზრახვიდეთ და ნუ ქვეყანისათა და კიდევ მრავალი სხვა. ამგვარად, წმინდა იოანე ოქროპირი მღვდელთაგან მიღებულ კურთხევას, საღვთო საბუძვარს და ღვთის აღუწყალ მოწყალებას მიაწერს. მართლმადიდებლები საზოგადო მსახურებასა და პირად ლოცვებში ხშირად წარმოთქვამთ სიტყვა კურთხევას, დალოცვის, ლოცვა კურთხევის, მადლის დაუნჯების, მისი საღვთო წმინდა ყოფილობის კუთხით, მაგრამ ნაკლებად ვაცნობიერეთ მის შინაარსა და მის უდიდეს მნიშვნელობას ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულების გზაზე. ცხადია, რომ წმინდა წერილში ვერ მოვიძიებთ უქმ არაფრის თქმელ სიტყვებს და რომ უფლის ყოველი სიტყვა მაცხოვნებელია და მორწმუნის სათანადო მზაობის შემთხვევაში უდიდესი სარგებლის მომცემი. ამდენად ეკლესიის წიაღში კურთხევა ნათლად წარმოაჩენს მადლის მიერ ერთობას ღმერთსა და ადამიანს, შემოქმედსა და ეკლესიის კრებულს შორის. ამასთან კურთხევას მაშინ მოაქვს ჩვენთვის სარგებელი, როცა მის არს ვწვდებით და უფალი პასუხობს კურთხევის შინაარსის თანაფარდად. მოგვიბოძებს რა მადლს. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს იმისთვის, რომ ღმერთის კურთხევა მოვიღოთ, სათანადო სულიერი მზაობა გჭირდება. მსგავსად მიწის მოქმედისა, რომელიც ვიდრე დათესვამდე მიწას სათანადო დამზადებს, ასევე ჩვენს ღმართებს განსაკუთრებული მზადება კურთხევის გზით ღვთის მადლის დაუნჯებისა. აღსანიშნავია, როცა მთელი სისხლით ჩავწვდებით კურთხევის მნიშვნელობას, ისეთი შინაგანი მდგომარეობა გვეუფლება, რომ თვითვე ვაკურთხებთ უფალს და ყოველივეს ჩვენს განშემო. ამგვარად, როცა ვღებულობთ კურთხევას ღვთისაგან და თავადაც ვაკურთხებთ რა მას, ჩვენთვის მარადიული ნეტარი ცხოვრების კარი იღება. როგორც ხედავთ, კურთხევა ცათასასწვევის ჭეთა გასაღები, კურნების ძალა და გონების განმანათლებელი, ოჯახში სიხარული, ბედნიერება, ქვეყანაში მშვიდობა და ღვთისათნო ცხოვრების წესის დასაძირკვლება. ასევე თუ გვექნება უნარი ვიხარებდეთ სხვათა კურთხევის გამო, ჩვენვე გვემოძება უხვად მადლი, რადგან შური დაბრკოლებად გვექცევა კურთხევის გზაზე. ამ მიმართებით ყურადღებას იპყრობს იგამი სოლომონისანის მეათე თავის 22 მუხლი. კურთხევაი უფლისაი თავსა ზედა მართალთასა და მან განმამდიდროს და რა დაერთოს მწუხარებაე გულსა მისა. აღნიშნული სიტყვები მაცხოვნებელი ძალის მქონია და გოლგოთის შეღმართს შედგომილი ადამიანის სულიერი ცხოვრების სარბიელზე შეუცვლელ მეგზურად წარმოჩინდება. კურთხევის საღვთო წმინდა ყოფილობაზე უდიდესი საეკლესიო ღვთისმეტყველი წმინდა ამბროსი მედიოლანელი ბრძანებს. წმინდა ძღვენი არ არის ის, რაც ბუნებამ გამოსახა, არამედ ის, რაც კურთხევამ წმინდა ხო. უფრო დიდია ძალა კურთხევისა, ვიდრე ბუნებისა, ვინაიდან კურთხევით იცვლება თვით ბუნება. მადლი უფრო დიდი ძალის მქონია, ვიდრე ბუნება. საუბრობს რა ევქარისტიულ ძღვენზე წმინდა მამა დასძენს. ზეციურ სიტყვათა მაკურთხევლობამდე სხვა სახეობა არის სახელდებული, ესე იგი პური. წმინდა ყოფილობის შემდეგ კი მითითებულია სხეული. იგი თავად ამბობს თავის სისხლს. წმინდა ყოფილობამდე სხვა ეთქმის, წმინდა ყოფილობის შემდეგ სისხლი ხომალდება. მცირე ყურადღებას მსახურებათა დაწყების წინ ახსავლენ ასამაღლებლებს დაუთმობთ. რიგითი სახურებები იწყება ასამაღლებლად კურთხევლას, ღმერთი ჩვენი ყოვლადვე და მარადეს და უკუნითი უკუნისამდე და ასამაღლებელთა გვირგვინი, რომელიც ლიტურგიის, საღვთო ლიტურგიის წინ წარმოითქმება სათანადო ქმედებით, კურთხევლას მეუფება მამისა და ძისა და წმინისა სულის და მარადეს და უკუნითი უკუნისამდე. და ლოცვისა და წირვაზე ავლენილი არაერთი
მაგალითის მოყვანა შეგვიძლია მაგალითად წუღზე 103 ფსალმური, რომელიც ყოველთვის აღესრულება ამი კითხევანი გალობება, აკურთხებს სული ჩემი უფალს უფალო ღმერთო ჩემო განზიდეთ ფრიად. ასამაღლებელი გივენ წუღში იყავს სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ ყოველადვეაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ასევე 112 ფსალმურის მეორე მუხლი იყავს სახელი უფლისა კურთხეულ ამირიდან და უკუნისამდე. ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა მარადის ქება იმისი პირსა ჩემს 33 ფსალმურის პირველი მუხლი და წირვის ანტიფონსაც შევეხები პირველ ანტიფონს აკურთხებს სული ჩემი უფალსა ყოველი გონება ის ჩემი სახეზე წმინდა და მისა აკურთხებს ჩემი უფალსა და დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისა. შევამცირებ საკითხავს ვინ აღვიდეს მეფსალმუნე ბრძანებს ვინ აღვიდეს ღვთასაუფლისასა ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმინდასა მისა უბრალოი ხელითი და წმინდა ეგულითა რომელმან არა აღიღოს ამავებასა ზედასული თვისი და არცა ეფუძოს ზაკვის მოყვასა თვისა ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან წმინდა იონე ოქროპირის სწავლებას მოვიხმობთ რომელიც კურთხევის თაობაზე ბრძანებს უფალმა თავის კნილებაზე შესაქმეს მე-6 დღეს მოიღო ყოვლითურთ აღმატებული კურთხევა, როცა პირველ ადამიანები აკურთხა. ბიბლიაში ვკითხულობ და შექმნა ღმერთმა კაცი ხატებისა და ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცსა და დედაკაცსაც შექმნა იგი და აკურთხნა იგი ღმერთმა თქვა აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და უფლებდით მასზე და მთავრობდით თევზაზე და ასე შემდეგ. წმინდა მამის განმარტებით სიტყვები აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანაი რომ ყველა ვიცით ღმერთმა შესაქმნის მე-5 დღეს თქვა უთხ ცხოველთა და ქვეწარმავალთა მიმართაც რაც მათ გამრავლებას ეხებოდა ხოლო სიტყვები უფლებდით მას ზედა და მთავრობდით ხოლო კნელებათა გვირგვინს ადამიანს მიმართა რითაც ხილულ სამყაროში მისი განსაკუთრებული როლი გამოკვეთა და ადგილი შემდგომად წარღვნისა მას შემდეგ რაც ეტყოდა უფალი ღმერთი ნოეს გამოვედ კიდობნისაგან ხოლო ნოემ და მისმა სახლებულმა აღასრულა ღვთის სიტყვა და ნოე უშენა საკურთხეველი ღმერთს აკურთხნა ღმერთმა ნოე და ძენი მისნით და რქვამად აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და უფლებდით მასზე და დაბადების მე-9 თავის პირველი მუხლი. წმინდა იონე ოქროპირი განმარტავს რა ზემორე მუხლებს ბრძანებს. ნოე იმავე კურთხევას იღებს ღვთისაგან, რაც ადამმა მიიღო სამოთხეში, რომელიც მან ცოდვის შედეგად განახარვა, ხოლო წარღვნის შემდგომ კურთხევის განახლება ნოესა და მისი სახლებისადმი უფლის გამოუთქმელ კაცმოყვარებას მიეწერება. სასოდნელია ისიც რომ ბოლოს როცა ამ სიტყვას მოისმენს ადამიანი ქვეყნის აღსასრულის ჟამს საშინელ სამჟაროზე განმართლებულთათვის მიმართვა იქნება უფალი ასე მიმართავს განმარტებულებს მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაემკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასופველი და სამამიდან სოფლისად 113 ფსალმურის 21 მუხლის აკურთხა უფალმა მოშიშნი მისნი ცირედი თათანა განმარტებისას წმინდა იონე ოქროპირი სვამს კითხვას რას ნიშნავს აკურთხა და იქვე პასუხობს ანუ მიხმადლა აღუწყალე აურასხელი სიკეთე ასევე ადამიანის აკურთხებს უფალ სიტყვებით აკურთხებს სული ჩემი უფალსა ფსალმურის მუხლი წავიკითხე და სასოდნელია როცა ვაკურთხებთ უფალს თვითონ ღებულობთ სარგებელს ვიუნჯებთ რა მისგან კურთხევით მიღებულ მადლს თვით არარას მისთვის მბოძებელნი ხოლო როცა ღმერთი გვაკურთხებს აღგვავსებს კურთხევის მადლით თვითონ კი ჩვენგან არაფერს შეიმატებს ეს წმინდა იონე ოქროპირის სიტყვები იმავე ფსალმურის 22 მუხლის შეგძინენ უფალმა თქვენ ზედა და შვილთა თქვენ და ზედა განხილვასაც წმინდა მამა ბრძანებს ხედავ კი კურთხევის სხვასახეს რომელიც მოდმის გამრავლებას ეხება ეს კურთხევა მათ ებრაელებმა ეგვიპტეში მიიღეს რათა 200 წელიწადში 600,000-მდე გამრავლებულიყვნენ. მაშინ ამაში მდგომარეობდა კურთხევის არსი. ახლა კი ახალათმაში გაცილებით მნიშვნელოვანი, რაზეც ცხადად მიგვანიშნეს წმინდა პავლე. კურთხეულარს ღმერთი და მამაი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელმა მაკურთხნა ჩვენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ. ზემორი განმარტების შემდგომ წმინდა იონე ოქროპირი
განაგზობს. ხედავ კი რა სხვაობაა ძვ და ახალ აღთქმათა შორის, რა გსურდა მაშინ და ახლა რა? ქრისტე ბრძანებს, იხაროდე რამე თუ სახელები თქვენი დაიწერა ცათაშინა. ლუკა მახარებლის სიტყვები. ასევე წმინდა პავლეს, ხოლო ღმერთმა სასოების ამან აგასდნენ თქვენ ყოვლითა სიხარულითა, მშვიდობითა, სარწმუნოებად და აღმატებად თქვენ და სასოებითა და ძალითა სულისა წმინდისათა. გულისხმობ კი წმინდა მამაბრძანებს კი კურთხევის ზალას, რომელიც თავის თავში არ მოიცავს არაფერ მიწიერს და რითაც ღვთის გამოუთქმელ მათს დიუნჯებთ. ადამიანის მიერ კურთხევის მნიშვნელობის წარმოჩენის მიზნით წმინდა იონე ოქოპირი 154 ფსალმუნის პირველ მუხზე ამახვილებს ყურადღებას. გამაღლო შენ ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნისამდე. წმინდა მამა ბრძანებს. ხედავ კი წინასწარმეტყველი რაოდენმე როგორ გვიმხელს სამომავლო ცხოვრებას და ამბობს ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნისამდე. ამასთან კურთხევაში გულისხმობს არა მარტო იმას, რაც ოდენ სიტყვით აღესრულება, არამედ საქმითაც. რომ არ გამიგრძელდეს სათქმელი, ბოლო ფრაზას არ მოვთვალ, წმინდა იონე ოქოპირის ერთ შეგონებასაც, რის მიხედვითაც ვის მიერადაც ვაკურთხა ჩვენ უფალმა, მის მიერვე გამოგვირჩია. ამგვარად აქ წუთისობელში უფალი თვით გვაძლევს ყოველივეს, რაც ჩვენს ხონებას ემსახურება და თვითვე იქნება მსაჯული, რომელიც გვეტყვის. მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამიდან სოფლისად. ამინ. ერთ ფრაზას დავამატებ, ალბათ ეს სხვა მოხსენების თემა იქნება კურთხევითი ტექსტები საოცარი შინაარსის არის, აი მადლმოსილებას გადმოსცემს, აი თუნდაც ნათლობა იქნება, კურთხევანს გულისხმობ, სახლის კურთხევა იქნება თუ აი ყანის კურთხევა თუ რა, ეს არის ალბათ ცალკე მოხსენების თემა და შემდეგში ვეცდების წარმოჩენა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.